დაახლოებით 2000 წლის წინ, მაშინ როდესაც ახლო აღმოსავლეთში იმპერიული სისასტიკე, ჩაგვრა, სიღარიბე და ავადმყოფობები მძვინვარებდა, საწოწარკვეთილი ხალხი მესიის მოლოდინში იყო. რა შეუძლია გადაგარჩინოს ასეთ რთულ ვითარებაში, თუ არა უდიდეს რწმენას? ერთ-ერთი მათგანი, უბრალო მეთევზე, სახელად ანდრია გახლდათ. თავდაპირველად ის იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო, მაგრამ როგორც კი იოანემ დაინახა მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს, ანდრიამ მაშინვე იცნო იგი და გაჰყვა მას. ის გახდა ქრისტეს პირველი მოწაფე, ანუ იგივე პირველწოდებული. თანამედროვე ფსიქოლოგია გვეტყვის, რომ შეუძლებელი ადამიანში დაინახო ისეთი რამ, რაც შენში არ არის. აქედან კარგად ჩანს, რომ ანდრია საკუთარ თავში არსებულ ღმერთთან ძალიან ახლოს უნდა ყოფილიყო. ასე გახდა უბრალო მეთევზე ადამიანთა მებადური. მან ქრისტეს სიტყვა იქადაგა შავი ზღვის პირეთსა და საბერძნეთში, სადაც სიცოცხლე მოწამეობრივად დაასრულა X-ის ფორმის ჯვარზე. ამ ჯვარს დღემდე ანდრიას ჯვარი ეწოდება და ის არაერთი ქვეყნის დროშაზეა გამოსახული. საქართველოშიც სწორედ ანდრიამ მოამზადა ის ნიადაგი, რომელზეც 300 წლის შემდეგ ნინოს ჯვარი აღმოცენდა და მთლიანად შეიცვალა ქვეყნის ისტორია. როდესაც თავდაპირველად წამოვიდა ანდრია პლუწოდებული საქადაგებლად, დედა ღვთისმშობელმა გამოატანა ხელთუქმნელი ხატი, რომელიც პირზე მიიდო, სახეზე მიიდო და მასზე გარდამოვიდა სასწაულებრივად დედა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი, რომელიც ხელში ეჭირა. და ზუსტად აი ამ ხატის მადლი და ძალით ღვთისშეწევნით ეს სამძრის ქალბატონის თავრის ვაჟიშვილი აღადგინა მკვდრეთით და აი ასე კიდევ ერთი დიდი სასწაული მოახდინა. პირველ საუკუნეში, როგორც ცნობილია, თითქმის სოფლიოს არც ერთ მხარეში არ იყო, რომ აი ასე ქალი ყოფილიყო მთავარი და მას ხალხი დამორჩილებოდა. აი საქართველოში არის ეს ფაქტი დაფიქსირებული, როდესაც ქალბატონს ქალს ემორჩილებოდა მოსახლეობა, ემორჩილებოდნენ ხალხი და აი ასე დიდ პატივს მიაგებდნენ ქალბატონებს. ამის შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ ანდრია პლუწოდებულმა აწმორში ააშენა დიდი ტაძარი, რომელიც დღესდღეობით აღდგენას ექვემდებარება. თავდაპირველად ეს ტაძარი იყო სავარაუდოდ ხის ტაძარი, სადაც დააბრძანა დედა ღვთისმშობლის ხატი და რაღაც პერიოდი აქ ბრძანდებოდა ეს დედა ღვთისმშობლის ხატი და ამის შემდეგ უკვე ამ ხატის ისტორია აღარ ვიცით, დაიკარგა დედა ღვთისმშობლის ხატი დროებით და ამის შემდეგ უკვე ანდრია პლუწოდებული აგრძელებს გზას, მიდის და მოაქცევს ქართველ ხალხს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობა საყოველთაოდ კარგად არის ცნობილი მთელი საქრისტიანოსათვის და ჩვენთვის ქართველებისათვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ანდრია მოციქული იყო ის პირველი, ვინც საქართველოში ქრისტიანობას ჩაუყარა საფუძველი. ეს არ იყო მარტივი მოღვაწეობა, ეს ძალიან კარგად არის ცნობილი. ყველა მოციქულის მოღვაწეობა იყო ტანჯვა, წამება, მაგრამ თავის განწირვა ქრისტიანობისა და იმ ხალხისათვის, იმ საზოგადოებისათვის, სადაც ისინი მიდიოდნენ საქადაგებლად. ასევე იყო საქართველოშიც.
ანდრია პირველწოდებული ჩამოგზანდა მარიამ ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით. ეს კარგად იცის ყველა მთელმა საქართველომ, რომ როდესაც იყარეს მოციქულმა და ვინ სადუნდა წასულიყო საკათაკებლად, საქართველოს წილხვედრილი ქვეყანა მარიამ ღვთისმშობლის იყო საქართველო და შესაბამისად იმის გამო რომ ჟამი აღსრულების ამოსულიყო და მარიამ ღვთისმშობელი ვერ წამოვიდოდა საქართველოში, მისი გადაწყვეტილებით ანდრია პირველწოდებულს დაევალა ეს საქმე და ის არაჩვეულებრივი რწმენა ჩვენი და განსაკუთრებული დამოკიდებულება ანდრია პირველწოდებულის მიმართ ერთგვარად ასევე განპირობებული არის იმით, რომ მან ჩამოაბრძანა მარიამ ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი შემწეთ ყოველთა ქართველთა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი არის იმ წერტილისათვის, იმ საწყისისათვის, რის შემდეგაც საქართველოში დამკვიდრდა ის რწმენა, რომლითაც 2000 წელია რაც ქართველები მოვდივართ დღევანდელ დღემდე. და როგორ განვითარდა მოვლენები და საიდან არის ეს ცნობილი? ქართლის ცხოვრებაში არის ჩანართი ანდრია მოციქულის მოღვაწეობის შესახებ, რომელიც ცნობილია, ანუ ესე არის, რომ ჩამოვიდა ტრაბზონს, რომელი არს სოფელი მეგრელთა. ანუ ეს აღიარებული ფაქტი იყო, რომ ჯერ კიდევ სტრაბონი წერდა იმის თაობაზე, რომ ტრაბზონი კოლხური მიწა იყო და არქეოლოგიური მასალაც ამას მიუთითებს, რომ მთლიანად დიდი არაჩვეულებრივი კულტურის ნაწილია, რომელსაც კოლხური კულტურა ეწოდება, თუმცა ეს სხვა საუბრის თემა და ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ანდრია პირველწოდებული მას შემდეგ, რაც მან იღვაწა დასავლეთ საქართველოში, რკინის ჯვრის უღელტეხილით გადმოვიდა სამცხეში. ეს არის აბასთუმნის ხეობა. აქ უაღრესად საინტერესო პასაჟი არის ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობასთან დაკავშირებით. როდესაც იგი შემოვიდა აბასთუმნის ხეობაში, სოფელ ზადენში, ეს არის დღევანდელი სოფელი ბენარა და ის არის უზარმაზარი გორა, რომელსაც დღესაც ზადენის გორა ეწოდება და მოგეცენებათ, რომ ზადენი იყო ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი წარმართული პერიოდის ღვთაება ქართველთათვის. ანდრია პირველწოდებულმა იხილა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, სოფელ ზადენის მოსახლეობა თაყვანს სცემდა კერპს. ანუ იქ უნდა ყოფილიყო რაღაცა ქანდაკება, გამოსახულება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ეთაყვანებოდა და მარიამ ღვთისმშობლის ხატის შეწევნითა და ლოცვით ანდრია მოციქულმა ეს კერპი დაამხო. და ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნიშანი იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში დაიწყებოდა რწმენა ძლავრი რელიგიის, ანუ ქრისტიანობის თაობაზე. სხვა შორის შემიძლია აღნიშნო, რომ ზადენ გორაზე მე მქონდა შესაძლებლობა ჩამეტარებინა არქეოლოგიური სამუშაოები, გადამემოწმებინა ქართლის ცხოვრების ჩანართის ეს ცნობა და იქ მართლაც დადასტურდა პოსტამენტი ყველაზე შემაღლებულ ადგილას და ამ პოსტამენტზე ამოკვეთილი იყო ღრმული ქანდაკების ჩასათქმელად. ანუ ეს თხრობა სრულ რეალობას შეესაბამება. ფაქტობრივი მდგომარეობა იყო ასეთი. ამის შემდეგ ანდრია პირველწოდებული მობრძანდა სოსანგეთში, ასე ერქვა მაშინ სოფელ აწყურს და დაივანა ციხესა ზედა, ანუ შეისვენა ციხეზე. ახლა კიდევ ერთი მომენტი არის, რამდენად რეალური შეიძლებოდა ყოფილიყო თხრობის ეს ნაწილი. ამისი შემოწმების საშუალებაც ჰქონდა და ციტადელზე, აწყურის ციხის ციტადელზე ზედა ნაწილში მივაკვლიეთ რუსტირებული კვადრების წყობას და კვადრების ეს წყობა დამახასიათებელი არის სწორედ გვიან ელინისტური და რომაული ხანისათვის საქართველოში. ამდენად ის, რომ ანდრია პირველწოდებულის დროს აქ მართლად არსებობდა გამაგრებული ადგილი ციხესიმაგრე, ეს ფაქტობრივად დადასტურდა არქეოლოგიური გამოკვლევების შედეგად. სწორედ აქედან ციხიდან იხილა საქრისის ველი, სადაც იმსახურებოდეს ბილწნი, იგინი, ღმერთნი, არტემი და აპოლო, ანუ ელინიზირებული ან ელინისტური წარმართული ტაძარი, აპოლონისა და არტემისადმი მიძღვნილი. სულად ბუნებრივია, რომ ანდრია მოციქულმა მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ეჩვენებინა ქრისტიანობის ჭეშმარიტი ძალა და მნიშვნელობა და ადგილობრივ მოსახლეობასთან და ჰავართან, რომელსაც სამძივარი ერქვა, ეს იყო ქვრივი ქალი, რომელსაც ვაჟი გარდაცვლილი ჰყავდა სწორედ იმ დროს და უმძიმესი დღეები ჰქონდა. მასთან შეთანხმებით შეასვენეს მარიამ ღვთისმშობლის ხატი წარმართულ ტაძარში, აპოლონისა და არტემიდეს ტაძარში დატოვეს იღამით და დილით ტაძარი იყო მთლიანად განადგურებული, ხოლო ხატი იყო ხელუხლებად შემორჩენილი.
ამის შემდეგ ისევ მარიამ ღვთისმშობლის ხატის შეწევითა და ლოცვით, ანდრია მოციქულის ლოცვით, კუდრეთით აღადგინეს ეს ყმაწვილი და ეს იყო სწორედ ის გარდამტეხი მომენტი, რომელიც წყალობითაც აწურის მოსახლეობამ და სამცხის მოსახლეობამ პირველ საუკუნეში უკვე ქრისტიანობა იწამა როგორც ჭეშმარიტი რელიგია. და ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ გვქონდა ძიების გარკვეული ეტაპები დაგეგმილი, რაც განხორციელებულია. ანუ იმის იმიკვლევა, რამდენად მართებული არის ეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აქ არსებობდა არტემიდესა და აპოლონის ტაძარი. ეს ტაძარი სულიად ბუნებრივია, რომ მდებარეობს აწყურის კათედრალის ქვეშ, რადგან ყველა კათედრალი საქართველოს ტერიტორიაზე და საზოგადოდ ეს მიღებული ნორმა იყო, იდგმებოდა სწორედ მძლავრი წარმართული ტაძრების ადგილას. ეს აბსოლუტურად მისაღები მოვლენა იყო. აწყურის მარიამ ღვთისმშობლის კათედრალის ტერიტორიაზე ჩატარებულმა გათხრებაც ასევე უაღრესად საინტერესო შედეგი მოგვცა. პირველ რიგში დადასტურდა ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ჯერ კიდევ მე-7 საუკუნეში, როდესაც ჰერაკლე კეისარმა, ბიზანტიის კეისარმა, რომელსაც ესმა სასწაულთო მოქმედება მარიამ ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატისა, გადაწყვიტა აწყურში მოსვლა და ხილვა ეახლა მარიამ ღვთისმშობლის ხატს და როდესაც იგი იხილა, ბრძანა შენება დიდი ეკლესიისა. მე-7 საუკუნის დიდი ეკლესიის ნაშთები ჯერჯერობით არ არის გამოვლენილი, მაგრამ მე-7 საუკუნის არაჩვეულებრივად ნაგები ერთი დარბაზული ეკლესია მართლაც დადასტურდა არქეოლოგიური გათხრების შედეგად და ანუ თუ თვალს მივადევნებთ ამ თხრობას და ეგრეთ წოდებულ არქეოლოგიურ ექსპერტიზას, ჩვენ ნახავთ, რომ ყველა ის მატერიალური ძეგლი, რომელიც მოხსენიებული არის ქართლის ცხოვრების ჩანარში, ანდრია მოციქულის სამცხეში მოღვაწეობასთან დაკავშირებით დოკუმენტურად დასტურდება. უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი არის კიდევ ერთი, როდესაც მე-13 საუკუნეში ცნობილი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც დაანგრია სამხრეთ საქართველოს სამცხე-ჯავახეთის ყველა შენობა, ყველა ძეგლი. ამ მოვლენას შეეწირა აწყურის მარიამ ღვთისმშობლის ტაძარიც, მაგრამ ეს იყო ლიტანიობის დროს და ღვთისმშობლის ხატი გამოსვენებული იყო და დასვენებული იყო გუმბათ ქვეშ. მემატიანე მოგვითხრობს, რომ მთლიანად დაინგრა, განადგურდა ყველაფერი, არაჩვეულებრივად არის აღწერილი ეს მოვლენა მატიანეში, მაგრამ ხატს ითარცა ქუდი გუმბათი დაემხო და ის ხელთ გადარჩა უხილებლად ისევ და ისევ. ამ კატასტროფის დამადასტურებელი არქეოლოგიური მონაპოვარიც არის და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს მართლა ძალიან მძიმე და მძლავრი მიწისძვრა იყო, რადგანაც კათედრალური ტაძრის ჩრდილოეთით გავლებულ თხრილში გამოჩნდა აუარებელი ჩონჩხი, ერთად იყო ჩაღრილი ქალი, კაცი, ბავშვი, ანუ დიდი მსხვერპლი იყო, მაგრამ აქ სხვა რამე იყო კიდევ ერთი საინტერესო. როგორც ჩანს, ამ მოვლენას სასულიერო წოდების პირებიც შეეწირენ და ერთ-ერთი ასეთი პირის სამარხის გათხრის დროს აღმოჩნდა ტიხრული მინანქრის პატარა გულსაკიდე ხატი, რომელზეც იასპის ქვაზე არაჩვეულებრივი ხელოვნებით არის გამოკვეთილი ჯვარცმის სცენა იოანესა და მარიამის გამოსახულებით ასევე. ამდენად თუ აი ამ ყველაფერს ანდრია პირველწოდებული სამცხეში მოღვაწეობის შესახებ მოვუყრით თავს, სულიად ცხადი ხდება, რომ ის პასაჟი, ანუ ქრისტიანობის პირველი ნაბიჯები, რაც დაკავშირებული არის მარიამ ღვთისმშობლის საქართველოში მობრძანებასთან, ასევე დაკავშირებული არის ანდრია მოციქულის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ეს სრულ ჭეშმარიტებად შეგვიძლია ჩავთვალოთ და ვაღიაროთ და ეს ასეც არის, რომ ქრისტიანობის პირველი და მძლავრი ნაბიჯები სწორედ პირველ საუკუნეში გადაიდგა საქართველოში. სხვა შორის აქვე შემიძლია აღნიშნო ერთი საინტერესო ფაქტი, დიდი ხნის წინადელი ამბავია. ბატონ ზურაბ ცინცქილაძეს, რომლის მიმართ დიდი პატივისცემას გამოვხატავ ამჯერადაც, ჰქონდა ისეთი იდეა, რომ გაკეთებული იყო სცენარი და ფილმი გადაღებული ყოფილიყო ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობის შესახებ და ეს გავაკეთეთ ჩვენ და ბატონ ზურაბთან არის ეს სცენარი სხვა შორის ეს იდეა თავისთავად მე მგონი მნიშვნელოვანია არა მარტო სამცხისათვის, არამედ საზოგადოდ ქრისტიანობის ისტორიისათვის და განსაკუთრებით საქართველოში ქრისტიანობის საწყისი ეტაპისათვის ეს იქნებოდა უმნიშვნელოვანესი შენიერი შემოქმედებითი ფაქტი.
საქართველოში ყოველწლიური ღვთისმშობლის მოციქულებრივი მისიის აღსასრულებლად, როგორც ცნობილია, წარმოგზავნილი იქნა ანდრია პირველწოდებული, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ძირითადად რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში და შავი ზღვისპირეთში განახორციელა 3 მისიონერული მოგზაურობა. 3-ვე მისიონერული მოგზაურობის დროს მან იქადაგა საქართველოში, ქართულ პროვინციებში. მეორე მოგზაურობის დროს ის მართალია საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოსულა, მაგრამ ქართულ ტომებში იქადაგა ტრაპიზონში, რომელიც წყაროებში იხსენიება როგორც სოფელი მეგრელთა, იმიტომ რომ ლაზებით იყო დასახლებული მოგეხსენებათ. მას წმინდა ანდრიას ახლდა თან 2 მოციქული, წმინდა მატათა და წმინდა სიმონ კანანელი. 2-ვე ეს მოციქული განისვენებს საქართველოში მემორიალური საფლავი წმინდა მატათას, ეხლა ჩვენ ვიმყოფებით სწორედ წმინდა მატათას მემორიალურ საფლავზე გონიო აფსაროსის ციხესიმაგრეში, ხოლო წმინდა სიმონ კანანელი განისვენებდა თავდაპირველად ნიკოპსში, ხოლო შემდეგ მე-13-მე-14 საუკუნეებიდან მისი წმინდა ნაწილები ახალ ათონში გადმოაბრძანეს. ქართული ტრადიციის და ქართული ბერძნული ტრადიციის, წერილობით ტრადიციის მიხედვით ანდრია პირველწოდებული ძირითადად ქადაგებდა ჭოროხის აუზში, თუმცა გვიანდელი ქართული ტრადიციის მიხედვით მან იქადაგა ასევე მტკვრის აუზშიც. ჭოროხის აუზში კონკრეტულად მოგეხსენებათ არის ქართული ქვეყნები ტაო, კლარჯეთი, აჭარა და რაც შეეხება მტკვრის აუზის ქართულ პროვინციებს, სადაც ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა გვიანდელი ქართული ტრადიციის მიხედვით, წერილობით ტრადიციის მიხედვით, ეს არის არტაანი, ყოლა და სამცხე, ზოგადად თლიანად სამცხე და მისი საეკლესიო ცენტრი აწყური, სადაც დააბრძანა, სადაც მან აკურთხა პირველი ეპისკოპოსი, აწყურის ეპისკოპოსი, მანამდე ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა დიდაჭარაში, ეს ქართული ტრადიცია, ამას გვაუწყებს ჩვენ ქართული მესხური გადმოცემა კონკრეტულად, რომელიც სხვათა შორის არსებობს როგორც ქართული ვერსიით, ასევე ბერძნულენოვანი ვერსიით, რომელიც შექმნილია მე-16 საუკუნეში. იოანე ანჩელის საგალობლის მიხედვით ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში შემოაბრძანა ჰიერაპოლისიდან ანჩის ხატი, ხელთუქმნელი ხატი და ანჩის ხატი არის ყველაზე ძველი და ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ხატი გამომდინარე აქედან, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. თუმცა მის გვერდით ასევე ანდრია პირველწოდებულის ქადაგებასთან არის დაკავშირებული 2 სიწმინდე, 2 ხატი, ასევე ეს არის აწყურის ხატი, რომლის ასლიც დიდაჭარაში დაბრძანდა და თვითონ ხატი კი აწყურის საკათედრო ტაძარში უკვე, საეპისკოპოსო ტაძარში და ასევე გვიანდელი უკვე მე-19 საუკუნეში შექმნილი ძეგლის ისტორიული კვლევის თეიმურაზ ბაგრატიონის ტექსტის მიხედვით ანდრია პირველწოდებულის ქადაგებასთან არის დაკავშირებული ასევე ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის ისტორიაც. ეს სიწმინდეები სამივე სიწმინდე დაკავშირებული არის ანდრია პირველწოდებულის ქადაგებასთან. პირველი ეკლესიების მშენებლობაც დიდაჭარაში, ასევე აწყურში, ასე რომ მატერიალური დადასტურება, ასე ვთქვათ, სიწმინდეების ამ აღნიშნული სიწმინდეების
სახით ჩვენ გაგვაჩნია, რომ ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა საქართველოში, ამაზე მოგვითხრობენ უძველესი წერილობითი წყაროები და ცოტა მოგვიანებით მე-5 საუკუნიდან დაახლოებით უკვე ანდრია პირველწოდებულის მიმოსვლა ცალკე ლიტერატურულ ტექსტად ყალიბდება და ერთ-ერთი ვერსია ამ ანდრია პირველწოდებულის მიმოსვლის ქართულად თარგმნა წმინდა ექვთიმე ათონელმა მე-10 საუკუნის მიწურულს და მოგეხსენებათ ეს ტექსტი მიმოსვლა ანდრია პირველწოდებულისა იყო მყარი საფუძველი ქართველებისთვის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დაცვისთვის ამის დასტური არის ცნობილი დისპუტი გამართული ანტიოქიის პატრიარქთან როცა გიორგი მთაწმინდელმა საქართველოს ეკლესიის მოციქულებრივი ხასიათის დასტურად სწორედ მოიყვანა და წაიკითხა ადგილი ანდრია პირველწოდებულის მიმოსვლიდან. რაც შეეხება ვთქვათ მისი ქადაგება, ასე ვთქვათ, როგორც თქვით, მაინც გარკვეულ პროვინციებთან არის დაკავშირებული, გარკვეულ ქვეყნებთან, ქართულ ქვეყნებთან, მაგრამ რუისურბნისის ძეგლის წერა განაზოგადებს კონკრეტული ქართული ქვეყნების, ასე ვთქვათ, პრივილეგიას ამ თვალსაზრისით კი არ წამოწევს სინაპლაზე, არამედ იმას, რომ ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა სრულიად საზღვარსაში და სრულისა საქართველოისა. ანალოგიურად რუისურბნისის საეკლესიო კრების ძეგლის წერა ასევე აფასებს წმინდა ნინოს მოციქულებრივ მისიასაც, რომ წმინდა ნინომაც იქადაგა სრულიად საზღვარსაში და სრულისა საქართველოისა. რა თქმა უნდა, აჭარაში, ჭოროხის აუზში, მტკვრის აუზში ქადაგება, სათავეებში, ზემოწერში ქადაგება მტკვრის აუზის, რა თქმა უნდა ნიშნავდა იმას, რომ ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა მთელ საქართველოში და რომ პირველი ქრისტიანული თემები სწორედ მოციქულობის დროს შეიქმნა ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში. სხვათა შორის წმინდა ანდრია მოციქულის ერთ-ერთი მისიონერული მოღვაწეობის მნიშვნელოვანი მისია გახდათ ისა, რომ მატათა მოციქული გამოეხსნათ ეგრეთ წოდებული ანთროპოფაგების ტყვეობიდან, ანუ კაცის მჭამელთა ხელში აღმოჩნდა მატათა მოციქული და წერილობითი წყაროები ამ კაცის მჭამელთა ქვეყნის იდენტიფიკაციასაც ახდენდნენ ქალაქ სინოპთან. აი სინოპიდან გამოიხსნა სწორედ ანდრია პირველწოდებულმა მატათა მოციქული და მე ამის შემდეგ მისი თანამგზავრი ხდება, ისე როგორც სიმონ კანანელი. რაც შეეხება სიმონ კანანელს, მეორე თანამგზავრს ანდრია პირველწოდებულის ის გარდაიცვალა სწორედ აფხაზეთის მოსაზღვრე პროვინციაში, კონკრეტულად ნიკოპსში მოგეხსენებათ დავით აღმაშენებლის დროიდან იყო ერთ-ერთი სასაზღვრო ორიენტირი საქართველოს. მოგეხსენებათ დავით აღმაშენებელმა საქართველო განავრცო ნიკოპსიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან სპერად და არეგაწადდა. და აქ ნიკოპსი ეს პატარა დასახლება სხვათა შორის. აი სწორედ იყო იმით მნიშვნელოვანი, რომ იქ განისვენებდა მოციქული სიმონ კანანელი. აი ესეთი არის ლიტერატურული წყაროების ცნობები წმინდა ანდრია მოციქულის და მოციქულთა მისი თანამგზავრი მოციქულების წმინდა მატათას და წმინდა სიმონის შესახებ. სახარებიდანაც არის ეს ცნობილი, რომ ანდრია პირველწოდებული იყო იოანე ნათლისმცემლის მოწაფე თავდაპირველად, სანამ ქრისტე მოუწოდებდა მას და სანამ უპირველესთაგანი
ჩაირიცხებოდა ის ქრისტეს მოწაფეთა შორის. მას ამიტომაც ეწოდება პირველწოდებული, იმიტომ რომ ის იყო პირველი მოწაფე მაცხოვრის პირველი მოწაფე. რახან ანდრია პირველწოდებული იყო ივანე ნათლისმცემლის მოწაფე, იკონოგრაფიულ ტრადიციაშიც ის გარეგნულად ყოველთვის ხატმწერები ამსგავსებენ მას ივანე ნათლისმცემელს და აი სხვადასხვა ხატებზე, ვთქვათ, ფრესკებზე, სადაც მოციქულები ერთად არიან გამოსახული, ქრისტეს მოციქულები, ანდრია პირველწოდებულის გამორჩევა იმით შეიძლება, რომ ის გარეგნულად ყველაზე მეტად გავს, რა თქმა უნდა, და განსაკუთრებული შტრიხი მისი პორტრეტის გახლავთ, ისე რომ გავს ის ივანე ნათლისმცემელს ვარცხნილობით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამით მიუთითებენ ხატმწერები, რომ ის იყო ივანე ნათლისმცემლის მოწაფე, მანამდე სანამ მაცხოვრის მოწაფე გახდებოდა. ანდრია პირველწოდებულის მისიონერული მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს არაერთი ქართულენოვანი წყარო. ისეთი უძველესი კრებული, როგორც არის მრავალთავი, შეიცავს მისი მიმოსვლის შესახებ ცნობებს, რომ მან იქადაგა ფასოს და ფსაროს პროვინციებში, ან ფასოს არის იგივე ფაზისი გვიანდელი და ფაზის ქართველი მამები, ისეთი ავტორიტეტული მამები, როგორც იყო მაგალითად წმინდა ექვთიმე ათონელი, თარგმნის ქართულად როგორც ჭოროხს. ანუ ჭოროხი ფაზისის ხეობაში იქადაგა, ფაზისის აუზში, ანუ ჭოროხის ხეობაში. შემდგომი ძეგლი, რომელიც ანდრია პირველწოდებულის ქადაგებაზე მოგვითხრობს, არის, რა თქმა უნდა, თარგმანი უნდა დავასახელოთ ანდრია პირველწოდებულის მიმოსვლის ექვთიმე ათონელის მიერ შესრულებული. ასევე უნდა დავასახელოთ არსენ იყალთოელის წმინდა ნინოს ცხოვრება, რომელშიც ფაქტობრივად საქართველოს ქრისტიანიზაციის ისტორია ერთიანად ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არის მოთხრობილი და იწყება მოციქულთა წილის, სწორედ რომ საქართველო არ გახდა, როგორ გახდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი და როგორ წარგზავნა საქართველოში წმინდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ანდრია პირველწოდებული და მისი მოგზაურობები არის ფრაგმენტულად აღწერილი ზუსტად მიმოსვლის, ანდრია პირველწოდებულის მიმოსვლის მიხედვით, რომელიც როგორც გითხარით, როგორც ცნობილია, ექვთიმე ათონელმა თარგმნა. გვიანდელი ქართლის ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, დაცული მოციქულთა ქადაგების შესახებ ცნობები ძველ ქართლის ცხოვრებაში, იქ აღნიშნულია, რომ ანდრია პირველწოდებულმა მატათასთან და სიმონ კანანელთან ერთად იქადაგა კლარჯეთსა და ეგრისში, დიახ, და გვიანდელი ჩანართები უფრო განავრცობენ ამ გეოგრაფიულ არეალს ანდრია პირველწოდებულის ქადაგების, ქართლის ცხოვრების გვიანდელი ჩანართები, რომელიც ეგრეთ წოდებულ ახალ ქართლის ცხოვრებაშია წარმოდგენილი და სწორედ ამ წყაროების მიხედვით ანდრია პირველწოდებული ქადაგებს ჭოროხის აუზში მთლიანად, ჭოროხის ქვეყნებში, ჭოროხის აუზის ქვეყნებში და მტკვრის აუზის ქვეყნებში. მე-19 საუკუნეში იწერება თეიმურაზ ბაგრატიონის ისტორიული გამოკვლევა აღწერა ივერიის ისტორიისა, სადაც ფაქტობრივად მოციქულთა ქადაგების არეალი მთელ საქართველოზეა გავრცობილი. მთლიანად აფხაზეთი, ბიჭვინთა, აღმოსავლეთი საქართველო და ჩრდილოეთი კავკასია, ქისტეთი და მოკლედ მთელ კავკასიას მოიცავს ფაქტობრივად ამ ტექსტის მიხედვით წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქადაგების არეალი. ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულს საქართველოში აღნიშნავთ ორჯერ 12 მაისს, ეხლა უკვე უწევს დღესასწაული და ასევე 13 დეკემბერი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, გაზაფხულზე 12 მაისს შემოვიდა ანდრია პირველწოდებული საქართველოში და უკვე
გარდაცვალების პერიოდს აღნიშნავს 13 დეკემბერს. და აი ასე ორჯერ დღესასწაულობთ საქართველოში მის ხსენების დღეს. მე თვითონაც ვსახურობ ბორჯომში, ანდრია პლუწოდებული სახელობის ტაძარში, რომელიც ააშენა მამა ანდრიამ ტარიადისმა, არქიმანდრიტმა 2005 წელში დაიწყეს ამ ტაძრის მშენებლობა, 2006-ში დამთავრდა, შემდეგ ნახევარი წელი დაჭირდა ამ ტაძარს რომ მოეხატათ და უკვე 2008 წლიდან დადგენილი ვარ ამ ტაძარში და დღემდე ვსახურობ. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ერთ პატარა ისტორიას მოყვები. ბავშვობაში ვიზრდებოდი ახალციხის ერთ-ერთ სოფელში, დედაჩემის სოფელში, ანდრია წმინდა ქვია იმასაც, იმ სოფელს ძალიან კარგი სოფელია და ზაფხულობით ვიყავი ხოლმე მთაზე ბიძაჩემებთან, სადაც ქონდა ფერმა, იქ ვუვლიდით საქონელს და იქ ყავდა ძალიან ბევრი ცხენები. სადაც შემიყვარდა ეს ცხენები, შემდეგ უკვე როდესაც მე სასულიერო პირი გავხდი, იქიდან მე მოყოლებული უკვე დაახლოებით 12-13 წელიწადია, ყავს ცხენები. თქვენს ხედავთ ახლა, აქ ალბათ რამოდენიმე ცხენი აკაზგუბია, გავაკეთეთ საჯინებო, რამოდენიმე წელიწადი კოვიდის დროს გაჩერებულები ვიყავით და დღეს ისევ აღვადგინეთ. ყველას გილოცავთ ანდრიაობას, უკვე რამოდენიმე დღეში გვიახლოვდება წმინდა ანდრიას დღესასწაული, ულოცავ ჩვენ პატრიარქს, გილოცავთ თქვენ, ულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადებელ ადამიანს. შეგვეწიოს წმინდა ანდრია პლუწოდებულის მადლი დაწელ და მისი ლოცვა არ მოხლებოდეს საქართველოს და ქართულ ხალხს.